საქმეს აღამოს ვაგრძელებთ ტრადიციულად საფონდო ბირჟებზე საუბრით და უნდა დავიწყოთ განვლილი სავაჭრო სესიის შეჯამებით, რომელიც მინდა გითხრათ, რომ ძალიან პოზიტიური იყო. საშუალოდ 1%-იანი ზრდა ვიხილეთ. ძირითად ინდექსებთან მიმართებით, S&P 500-მა და Dow Jones-მა ახალ რეკორდულ ნიშნულებსაც კი მიაღწიეს. მართალია დღეს S&P 500 და Dow Jones დიდად გამორჩეული შედეგი არ აქვს, მაგრამ Nasdaq-ი ახალ რეკორდზე ავიდა. როგორც ხედავთ, ის უკვე იმყოფება 22127-იან ნიშნულზე, რომელზედაც ის პირველად არის ამჟამად და დღევანდელ სავაჭრო სესიაზე, როგორც ხედავთ, ფიქსირდება 0.51%-იანი ზრდა, მოკლედ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს ბოლო პერიოდის განმავლობაში აქვთ უბრალოდ ფენომენალური შედეგები. მათი შედეგები კი დაახლოებით ასე გამოიყურება. როგორც ხედავთ, დღის განმავლობაში კარგი შედეგით არის წარმოდგენილი Microsoft-ი 2%-ზე მეტი აქვს მას ზრდა და 3.8 მილიარდია მისი კაპიტალიზაცია. ძალიან დიდი ვარაუდით ის უკვე რამდენიმე თვეში შეუერთდება 4 ტრილიონიანი კომპანიების კლუბს, სადაც რეალურად იქნება სულ ორი კომპანია, Nvidia და Microsoft-ი. Apple-ს დიდად სახარბიელო პერიოდი არ ჰქონია, როგორც ხედავთ, iPhone 17 სერიის წარმოდგენის შემდეგ მისი კაპიტალიზაცია დაეცა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარით. ეს ვარდნაკი მარტივი მოცემულობით იყო განპირობებული, რომ Apple-ს არანაირი რეალური სიახლე არ წარმოუდგენია და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კომპანია არის უბრალოდ სტაგნაციის ეპოქაში. მართალია დღეს მცირედი ზრდა გვაქვს, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში Apple-ის შედეგებს რთულია მოსაწონი და სახარბიელო ვუწოდოთ. აქ უნდა ვისაუბროთ Tesla-ზეც, რომელიც დღეს დამატებით 6.5%-ით გაიზარდა და მისი კაპიტალიზაცია უკვე შეადგენს 1.67 მილიარდ დოლარს. მიუხედავად გაყიდვების მაჩვენებლის ვარდნისა, Tesla-ს მაინც ძალიან კარგი შედეგები აქვს. ეს უფრო მეტად უკავშირდება ავტოპილოტის ფუნქციონალის განვითარებას და იმ მოლოდინს, რომ ძალიან ბევრი კომპანია სავარაუდოდ Tesla-ს ავტოპილოტის დანერგვას და შესაბამისად ამ სერვისით კომპანიისათვის ფულის მიწოდებას გადაწყვეტს. თუ კი ეს რეალობა მართლაც ასეთი იქნა, ამ შემთხვევაში Tesla-ს კაპიტალიზაცია ნამდვილად ძალიან მაღალი იქნება, ძალიან დიდი ვარაუდით. აქვე ევროპასა და აზიაზეც უნდა ვისაუბროთ, აქ დიდად გამორჩეული ცვლილებები და რყევები არ გვაქვს. ერთადერთი კარგი შედეგი Nikkei-ს ჰქონდა, რომელიც დამატებით, როგორც ხედავთ, გაიზარდა 1%-ით. რა თქმა უნდა, ნავთობზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც არის გაძვირებული ასევე 1%-ით. Brent-ის ფასი არის $67, WTI კი დაახლოებით $63 ევაჭრება, რაც შეეხება ბუნებრივ აირს. ის ერთ კვირაში ლამის 2%-ით არის გაძვირებული და მეგავატ-საათი ენერგიის ღირებულება უკვე აღწევს 23 ევროს. ოქროზეც ვისაუბროთ, მანაც მიაღწია ახალ რეკორდულ ნიშნულს, რომელიც იყო $3670. ამ ეტაპზე $3647 ნიშნულზე ვართ, რაც ნიშნავს, რომ ერთ თვეში ზრდა არის ლამის 9%, ერთ წლიან პერიოდში კი თითქმის 41%, ვერცხლსაც ანალოგიურად კარგი შედეგი აქვს, კერძოდ ერთ წლიან პერიოდში პლუს 27.9%, ჯამში ოქროსაც და ვერცხლსაც აქვთ შესანიშნავი შედეგები. კრიპტო ინდუსტრიაზე გადავინაცვლოთ ამ შემთხვევაში. და არის აქაც 1%-იანი ინდუსტრიის შეფასება კი არის, როგორც ხედავთ, 4 ტრილიონ 100 მილიარდი დოლარი. ბიტკოინი 115,300-ად ივაჭრება, ეთერიუმი კი დაახლოებით უკვე 4,600 დოლარად არის წარმოდგენილი. ზრდა გვაქვს აბსოლუტურად ყველა მსხვილ კრიპტოაქტივთან მიმართებით, როგორც ხედავთ, ბიტკოინი ერთ კვირაში 4%-ზე მეტითაა გაძვირებული, ეთერიუმი კი 6.5%-ით. კაპიტალიზაციას რაც შეეხება, ეთერიუმთან მიმართებით 559 მილიარდი გვაქვს, ბიტკოინთან კი 2.96 მილიარდი დოლარი. აქ უნდა ვისაუბროთ ტრადიციულად ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც მოგხსენებათ ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი, რომლებმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვითარების დასტაბილურება შეძლეს და საქართველოს ბანკს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ კარგი ვითარება აქვს. ის ვარდნა, რომელიც დაფიქსირდა თვის დასაწყისში, ერთგვარად უკვე არის დაკორექტირებული. TBC-ზეც უნდა ვისაუბროთ, რომელსაც ასევე საკმაოდ მაღალი ვოლატილობა ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, დღევანდელ სავაჭრო სესიაზე კი იყო 9%-იანი ვარდნა, თუმცა თუ კი გადავხედავთ გრძელვადიან პერსპექტივას, ნახავთ, რომ TBC-ის აქციებიც შედარებით არის გამოსწორებული, რა თქმა უნდა, ისტორიულ მაქსიმუმთან. საკმაოდ დიდი მანძილი გვაშორებს, თუმცა თუ კი ასე გაგრძელდა ტენდენცია, სავარაუდოდ ვითარება მომავალშიც გამოსწორდება. ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვისაუბროთ აქვე, რომლის გაცვლითი კურსიც დოლართან მიმართებით, როგორც თავად ხედავთ, არის 2.70. ევროს კურსი გვაქვს 3.16, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.65. და ბოლოს აქვე ორი სიტყვა უნდა ვთქვათ,
Foresight Investment Group-ზე და მის მიერ შემოთავაზებულ ძალიან საინტერესო შესაძლებლობას. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გააძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად საშუალოდ სტანდარტულად შეადგენს 9.5%, ხოლო ანგარიშზე 50,000 ლარზე მეტის. მქონე შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს კიდეც 11%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაირიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო Foresight Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია.